კარგი ბატონო კახამი, აი რამდენად თქვენი ბრდადებით სრულიად საქართველოს ხმის ეროვნული ფრონტის, კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ასევე სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის მოწყობის ორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კახეთის რეგიონში, რამდენად არის მზად საზოგადოება, თუნდაც თქვენს რეგიონში, რომ გამოყვეთ აი ამ მოთხოვნაში, რამდენად არის მზად მიიღოს აი ეს ინფორმაციული ცნების განხორციელების მოთხოვნა და დაგიჭიროთ მხარი. დიახ, კი პასუხობთ. ცხოვრება როგორც თქვენ გამოცდა, როგორც თითოეული პიროვნების ასევე ერის და თუ ამ გამოცდას გავუძლებს, ის გადარჩება და გააგრძელებს ევოლუციის გზაზე სიამოვნებას. დღეს აი ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ. ბევრად არის დამოკიდებული ჩვენ როგორ შევძლებთ თვითონ აი ორგანიზაციის წარმომადგენლები სწორედ ეროვნული ყრილობის ორგანიზებას. თითოეულ სოფელში, თითოეულ რაიონში ჩასატარებელი არის შეკრებები, ყრილობებია ჩასატარებელი, სადაც დელეგატებია, ასარჩევი ეროვნული ყრილობისთვის. საზოგადოება ხელს აწერს ამ მოთხოვნებს. მისაღები აბსოლუტურად მისაღები. მაგრამ რამდენად იქნება აქტიური, ამას დრო გამოუჩენს. ანუ მხოლოდ ჩვენი აქტიურობა ვერ გამოგვაქვს ფონს თუ საზოგადოებას დღეს არ აყვება. რატომ დღეს გამოცდილება ვალაპარაკებს? ხელმოწერები ადრეც კონკრეტულად ნეიტრალიტეტის მოთხოვნას დაუშვათ ხარს უჭერს, იმიტომ რომ დღეს ძალიან დიდი ის არის დაუშვათ საუბარია რომ აი ევროკავშირია ჩვენი მგზნელი, დაუშვათ ნატო არის ჩვენი გადამრჩენელი და ასე შემდეგ. ამის საპირისპირო რომ ნეიტრალიტეტის მოთხოვნას ყავს დაუშვათ რეგიონში აქვს ხარდაჭერა სერიოზული რომ დაუშვათ საზოგადოება წამოვიდეს ამ მოთხოვნაზე და მხარი დაუჭიროს სწორედ აი ამ ნეიტრალიტეტს და ფორმაციული სრულების განხორციელებას. საზოგადოება რომ ხარს უჭერს, თუნდაც დაადასტურა ბოლო დროს ჩვენს მიერ მილიონამდე შეგროვებულმა ხელმოწერამ, სადაც პიროვნება ხელს აწერს თავისი გვარით სახელით მისამართით. ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებული ნაბიჯი მათი მხრიდან. სადაც ნებისმიერმა რაღაც სხვა მოთხოვნები ჩამოაყალიბოს და თუ ეს ადვილია პიროვნება ხელი მოაწეროს თავისი სრული მონაცემებით, ფიქრობ რომ ეს არ თუ ისე იონის საქმეა, თუ პიროვნება მას არ ეთანხმება. საზოგადოება აბსოლუტურად მომზადებულია და პროადრეც იყო მომზადებული ამისოდ. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ევროკავშირში, ნატოში და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ზარზეებით მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და ერმა, ეს რა თქმა უნდა სინამდვილეს არ შეესაბამება, ეს არის პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილი, მასმედიის საშუალებები, ვისი საკუთრებაც დაახლავთ ცნობილია და ის პიროვნებების ფინანსური დაჯგუფებები ვისი საკუთრებასაც წარმოადგენს, თავისთავად ცხადია დამკვეთის ნებასკურის აღასრულებენ და პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენენ და იფარება რეალური ხალხის ნება. აქ საჭირო იყო ვაკუუმის გარღვევისთვის თავად ხალხის აქტივობა. ადრე კი შევქმნით ეს იურიდიული საფუძვლები, სამართლებრივი საფუძვლები, მაგრამ როდესაც საჭირო გახდა ამ სამართლებრივი საფუძვლის გადაწყვეტილების, რაც ხელმოწერებიდან გამომდინარეობდა, მას უკვე სჭირდებოდა მასობრივი გამოსვლა და მასობრივი ხარდაჭერა 10,000 ადამიანის ქუჩაში გამოსვლას მიღებულია, მისაღებია პოლიტიკური პროცესისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა დაუცილებელიც კი თანამედროვეობაში, რომ თავისი ნება ბოლოს და ბოლოს აქტიურად უნდა აჩვენოს საზოგადოება, როცა კრიტიკულია მომარეობა და ვითარება. მოხდა ისე, რომ მოედანზე საჭირო რაოდენობით საჭირო დროს ვერ იკრიბებოდით ხოლმე. ეს იყო წამსვლაში, მაგრამ იმ პერიოდში ესეთი მძიმე ვითარება არ იყო. ფაქტობრივად ჯერ კიდევ უცხოელები ამდენი არ იყვნენ შემოსული. ასეთი მასშტაბით გასვისებული არ იყო ჩვენი ქვეყნის ძვირფასი ტერიტორიები. ამ მდგომარეობამდე არ იყო მისული სოფლიოში საგარეო პოლიტიკის საკითხები, ესეთი გამწვავებული არ იყო, ესეთი პოლარიზირებული არ იყო. დღეს უკვე არა მხოლოდ უბრალოდ ცივი მდგომარეობას დაუბრუნდა მთელი მსოფლიო. ეს ომი უკვე საკმაოდ ცხელია. უკრაინაში მიმდინარე მოვლენა. ეს არის ზოგადად სლავიან კრემლის და მასთან ერთად არსებულ სამყაროსა და დასავლურ სამყაროს შორის სამყარო საცოცხლო დაპირისპირება, რომელსაც
უღრმესი სოციალური მიზეზები და საფუძვლები. დღეს ასეთი გამწვავებული ვითარებაში უკვე იგრძნობა, რომ ამ გზით მართლაც დავუყოთ და თუ ჩვენ არ გამოვალთ და იმ ჩვენ არჩევას ხელმოწერით გაკეთებულ არჩევას ჩვენ არ დავუდგებით გვერდში, არაფერი არ გამოვა. ვერც ერთი ორგანიზაცია სამგიანური ამ საქმეს ვერ გადაუწყვეტს ეს და ქვეყანას, მით უმეტეს არსებული ხელისუფლება, რომელიც ექვემდებარებიან იმათ, ვინც მოიმართა და ვინც მათ დამკარგავს. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანა ნახევარკოლონიურ მდგომარეობაში ყოფით, არჩევნები იფორმდება თითქოს ხალხი ირჩევს, მაგრამ სინამდვილეში ეს ადამიანები თავიანთ თავს არ ეკუთვნიან. Urmăsi mădloba, შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის წარმომადგენელი, ასევე სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის მომწყობის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კახეთის რეგიონში ბატონი კახაჯავახიშვილი, გადაცემას უძღვებოდა თამარ ნანვაშვილი. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრაზე.